ეს იყო უმშვენიერესი ქალბატონებისა და უმამაცესი რაინდების სამყარო. დროს სავსე კეთილშობილური იდეალებით, აბრეშუმის კაბების შრიალითა და ჯიშიანი ბედაურებით, რომანტიკითა და ღირსებით. ხანა, რომელიც მხოლოდ მოგონებებსა და ოცნებებში დარჩა, რადგან დაუნდობელმა ქარიშხალმა მოუსწრო და გაანადგურა. ეს სიტყვები ამერიკელ მწერალს მარგარეტ მიჩელს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ არისტოკრატიაზე არ დაუწერია. ასე მისი ცნობილი რომანი ქარწაღებულნი იწყება, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვეტეთ ჩანახატთა ციკლი, რომელსაც ძველი ალბომი ეწოდება და რომელიც ქალბატონი ბაბო დადიანის უნიკალურ ფოტოალბომში შემონახულ პიროვნებათა ბიოგრაფიებს და უცნაურ ხვედრს ეძღვნება. რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანები თავიანთი საოცარი, იდუმალი მშვენიერებით, თავის დროზე საზოგადოებაში მისაბაძნი და გამორჩეულნი, ჩვენი თანამედროვეებისთვისაც არ უნდა დარჩნენ უცნობნი. ეს ვაჟკაცი ნამდვილი ძმაა კოლხი მედეასი, სილამაზით, ნაკვთებით, ელფერით. ისეთი მორიდებული კოცნით ჩამოართმევდა ხელს რომელიმე მანდილოსას და თან ისეთი გულავსილობით, რომ ეს შნო თვით მეფის წულსაც შეეხარბებოდა. ასე წერს გრიგოლ რობაქიძე მუშნი დადიანის შესახებ. 1921 წელს, როდესაც ყაბარდოულ ულაღზე ამხედრებული მუშნი დადიანი მრისხანე კომუნისტ კიროვს უნახავს უთქვამს, სწორედ ასეთი უნდა იყოს საბჭოთა რევოლუციის მხედარია. თუმცა კიროვს ერთი რამ გამორჩა, ის რაც მას მუშნი დადიანში მოეწონა, ანუ ღირსება, არისტოკრატული ბრწყინვალება, რომელიც საოცრად ორგანულად ეწყმის არისტოკრატულ სამეუბრალოებას, მოკლედ ყველა ის თვისება, რომლის მტერიც იყო საბჭოური რევოლუცია, არ შეიძლებოდა ჰქონოდა საბჭოთა მხედარს. ასეთი მხოლოდ თხემით ტერფამდე არისტოკრატი შეიძლება ყოფილიყო. სწორედ ამ რეჟიმმა შეიწირა მუშნი დადიანისა და მისი ძმის, ოთარ დადიანის სიცოცხლე. ორივე ძმა პირველი მსოფლიო ომის სახელოვანი გმირები, წმინდა გიორგის ჯვრის მფლობელები, აქტიურად ჩაებდნენ 1924 წლის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ მოუხელთებელი დადიანები საშა გეგეჭკორმა თითქოს და მოსალაპარაკებლად გამოიტყუა სვანეთიდან. იმ დროინდელ გაზეთ კომუნისტში გამოქვეყნდა ცნობა დანაშაულებრივი ბანდის ლიკვიდაციის შესახებ. თუმცა როდესაც ძმები, მუშნი და ოთარ დადიანები დასახვრეტად გაიყვანეს, ტყვიას ისინი დიდება საქართველოს სიმღერით შეეგებნენ. ამ ფოტოზე კი მიშო ყიფიანი და ლიზა შერვაშიძე არიან გამოსახულნი. ლიზა შერვაშიძის დიდი სიყვარულისა და უბადლო ერთგულების ამბავი სამაგალითო და გამორჩეულია და არაფრით ჩამოუვარდება დეკაბრისტთა ცოლების სევდიან ამბავს. აფხაზეთის მთავრის ფუფუნებაში გაზრდილი ძმისწული ხალხოსანთა ლიდერს მიშო ყიფიანს გაუმიჯნურდა და მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, მასთან ერთად გადასახლებაში წასვლა გადაწყვიტა. შეყვარებულებმა ჯვარი ქუთაისის ციხეში 1893 წელს დაიწერეს. შემდეგ კი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სემი პალატინსკის ოლქში გადაასახლეს. ლიზა შარვაშიძემ ვერ გაუძლო იქაურ აუტანელ პირობებს და 1897 წელს სექტემბრის თვეში გარდაიცვალა. ასე დასრულდა ქართველი დეკაბრისტის მეუღლის სიყვარულითა და ერთგულებით სავსე ცხოვრება. ამ უმშვენიერესი ქალბატონის სახე კი ალბათ ეცნობა ქართულ მაყურებელს. ნინო წერეთელი ჩოლოყაშვილისა. ის გახლავთ პროტოტიპი ვეფხის ტყავოსნის ზიჩისეული ილუსტრაციებისა. მასვე მიუღია მონაწილეობა ზიჩის მიერ დადგმულ ცოცხალ სურათებში. ქალბატონი ნინო მრავალი მისი წრის ადამიანისაგან განსხვავებით ემიგრაციაში არ წასულა. ღრმა მოხუცებულობამდე სოლოლაკში, ენგელსის ქუჩაზე ცხოვრობდა. დარია ფაღავაკი, ზიჩის ვეფხის ტყავოსნის მეორე მუზე სრულიად ახალგაზრდა, 30 წლისა გარდაიცვალა, 1899 წელს. მან საზოგადოებას თავისი თავი მშვენიერების გარდა საოცარი განათლებითა და გონიერებით დაამახსოვრა. ის გახლდათ ქუთაისის დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე. სამეგრელოს არაერთ სოფელში გლეხების შვილებისათვის სამკითხველოების გამხსნელი, გაბრიელ ეპისკოპოსის მეგობარი. მის გონიერებასა და მშვენიერებას გამორჩეულად აფასებდა აკაკი წერეთელი. ბაბო დადიანის ალბომში ზიჩის პროტოტიპის კიდევ ერთი ფოტოა დაცული, თუმცა ამ ისტორიის შესახებ ძველი ალბომის შემდეგ გამოშვებაში.